მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვებით და ჩემთან ერთად იქნება ჩვენი უცვლელი თანაწამყვანი და მეგობარი წოტნე მარღია, ფილოსოფოსი და უბრალოდ კარგი ადამიანი. მოგესალმებით წოტნე, როგორ ახარ? დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ შემოგვიერთდი და შეგვიძლია რომ გავარჩიოთ ძალიან საინტერესო საკითხები. დღეს გვექნება საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ისე ჩვენი ქვეყნის გარეთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც როგორც ჩანს ალბათ უახლოესი კვირეების განმავლობაში იქნება მსოფლიო მედიის მთავარი თემა. დავიწყოთ საქართველოთი, გუშინ გაიმართა აქცია, გუშინ იყო დამოუკიდებლობის დღე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, სრულიად საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ მთავარი სახელმწიფოებრივი დღესასწაული, თუმცა ამ დღესასწაულს არ ჩაუვლია პროტესტის გარეშე, რუსთაველის გამზირზე გაიმართა ოპოზიციის, პროდასავლური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. მოდი ცოტნე სანამ გადავალთ ახლა ამ აქციის შეფასებაზე, ალბათ საინტერესო იქნება ჯერ მაყურებელს ვაჩვენოთ კადრები აქციიდან და შემდეგ უკვე შევაფასოთ რამდენი ადამიანი იყო, როგორ ჩაიარა ამ აქციამ, რამდენად იყო ეს მწვავე პროცესი, როგორც იყო დაანონსებული, გავუშვათ თუ შეიძლება. დაბრუნდით, ეს იყო გუშინდელი აქციიდან კადრები, იყო როგორც უშუალოდ აქციის მსვლელობის ამსახველი, ასევე იყო დრონიდან გადაღებული კადრები. რა შეგვიძლია ვთქვათ ცოტნე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე, ჩემი აზრით არ იყო ცოტა ადამიანი გამოსული, ეს არ იყო რა თქმა უნდა ახლა ესეთი საპროტესტო აფეთქება და 200,000 კაცი გამოვარდა ქუჩაში, ასეთი არ მომხდარა. თუმცა იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდება ნიჰილიზმის, საპროტესტო მუხტის დაცემის თუ ჩახშობის კვალობაზე, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი. ოპოზიცია აცხადებს 30,000, ეს რიცხვი რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ არის და არა მხოლოდ ჩემი აზრით არ არის რეალური, თუმცა რა ვიცი, ალბათ 10,000-ის პლუს მინუს 10-15,000 ფარგლებში იქნებოდა გონივრული. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნამდვილად ცოტა ადამიანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახლა რაღაც ისეთი განსაკუთრებული საპროტესტო მუხტი ამ ქვეყანაში არ არის ამ ეტაპზე. ესეც არის ამ ოპოზიციის დამსახურება, რომელმაც მთლიანად მოახდინა პროტესტის დისკრედიტაცია და ასევე ქართული ოცნების, რომელმაც ეს ყველაფერი ეფექტურად გამოიყენა, მაგრამ ამის ყვალობაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, გუშინდელი აქცია ყოველ შემთხვევაში ჩავარდნილი აქცია ნამდვილად არ იყო. საინტერესო იქნება შენი მოსაზრება. კი ბატონო, მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. ხო, ეხლა რიცხოვნობაზე მსჯელობა ყოველთვის სპეკულირებადი საქმეა, ოპოზიცია მეც ამბობს, ხელისუფლება ნაკლებს, ამიტომ ამას არ შევეხები, უბრალოდ ეს მასა, ასე ვთქვათ, მთლიანობაში. ერთის მხრივ შენი შეფასება, რომ მიუხედავად იმ პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიდის, ხო, და თითქოს ეს ოპოზიცია იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად გარდაცვლილი, პოლიტიკურად მკვდარი, მას არ ჰქონდა არანაირი რესურსი. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერშიპი ასე დაპირდა საკუთარ ამორჩეველს წინასაარჩევნოდ და თითქოს პროცესი აქეთკენაც მიდიოდა და ამის ფონზე არ იყო თითქოს ცოტა ადამიანი, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა და ამაში გეთანხმები. თუმცა მეორე მხრივ იმ რეალობიდან გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არის, იმ სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობიდან გათვალისწინებით, პრინციპში იმ პოლიტიკური კონტექსტიდან და ნიუანსებიდან გათვალისწინებით, რასაც ქართული ოცნება განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელია ესე ხმალამოღებით ატარებს, ამის გათვალისწინებით ცოტა იყო, ესე იგი საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა, ანუ ამაში რას გულისხმობ, რომ ის რომ 10-15 ჯანდაბას თუ გინდა 30,000 იყოს, როგორც თვითონ ამბობენ, ხო, აი იმ რეალობაში, რა რეალობაში საქართველოს მოქალაქეები დღეს ცხოვრობენ,
გაერთიანებული ოპოზიცია პრინციპში ხო ეხლა ვინ დარჩა მანდ ერთი გახარიას პარტია იყო და ლეო რომელიც არ იყო შეერთებული ხო როგორც ვიცი აი ამ საპროტესტო აქციას რაღაც ალიანს რომელიც გაკეთდა თუ სწორად მახსოვს ხო ლეო არ არის შეერთებული ხო ამის გარდა მთავარი ლეოზე ვერ დავდებ თავზე გახარია ნამდვილად არის როგორც ხსოვს ლეოს არ არის შეერთებული ალიანსი იყო საუბარი გვარამია გახსოვს თუ გახსოვს გვარამია იყო მომხრე იმის რომ უნდა მოხდარიყო ლეოს გაწევრიანებას და მე ნაციონალ-მოძრაობიდან შეხვდა მას წინააღმდეგობა რომ აი ლეო მოღალატები არიან და როგორ შეიძლება მათთან ერთად რას ესჩენს რატო პარლამენტის თვითმმართველობის არჩევნებზე ახალ მიიღეს მონაწილეობა იმის შემდეგ ეს განხეთქილება არსებობს აი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ხო აქედან გამომდინარე თუ ამათ გამოვაკლებთ ძირითადი პოლიტიკური ოპოზიციური აქტორები წარმოდგენილი იყვნენ აი ამ ალიანსში და მათი ორგანიზებით ხდებოდა ამ აქციის ორგანიზებაც ხო აქედან გამომდინარე ცოტა რაოდენობრივად ის რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს მოსახლეობის თან ვიცით რომ უყურე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის რაც უნდა ესე ვთქვათ ცალსახად ითქვას ხო ჩვენ ვიცით ყოველდღურად ხა ადამიანებთან ურთიერთობებს რომ ურთიერთობთ ქუჩაში უბანში სადღაც შეხვდები ადამიანებს, როდესაც საუბრობ მიმდინარე პროცესებზე, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ არის კმაყოფილი და პირიქით ძალიან უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რასაც ქვეყანაში ატარებს მართველი გუნდი, ხო? პირველ რიგში ესეხება სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც, რა ვიცი, კატასტროფამდე არის მისული და ამასთან ერთvis მე რაღაცა გაუგონარი არაადეკვატური განცხადებები, დამოკიდებულებები, ცინიკური პოზიციები მართველი პარტიის ლიდერების ხრიდან და ამაზე წინა ეთერში ვქონდა ჩვენ საუბარი ხო იგივე ირაკლი კობახიძე იგივე სხვა დეპუტატები ხო ამას ეს კიდევ უფრო ამძაფრებს აი ამ უკმაყოფილებას და აი ამ ასე ვთქვათ იდეალურ სიტუაციაში ოპოზიციისთვის ის რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს მობილიზებას უფრო მეტი ადამიანებს ვერ ახერხებს ქუჩაში გამოყვანას აი ამ ადამიანების ეს პრობლემა მაგრამ თვითონ შენ როგორც აღნიშნე ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი არის თვითონ ოპოზიცია ხო იმიტომ რომ აი ხა 26 მაისს თუ გავიხსენებთ აი გუშინდელ საპროტესტო აქციას თუ გავიხსენებ და იმ წინა პერიოდს რომელიც წინ უძღოდა აი ამ საპროტესტო აქციას მე ვერ გავიხსენებ მაგალითად ვერც ანუ ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ ვერც ერთ კიდევ ერთხელ სოციალურ საკითხს რომელიც წინა პლანზე იყო წამოწეული ვერ გავიხსენებ ვერც ეკონომიკურ საკითხს რომელიც წინა პლანზე იყო წამოწეული აქ ისევ აი იმ ნარატივში ჩაჯდომა რასაც ქვია რაღაცა რუსი და პრორუსი და რაღაცა ოლიგარქი და ეს მკვეთრად პროდასავლური ხო ანუ ის რომ ანუ ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაითავისა ერთი მნიშვნელოვანი რამ ის რომ ჩვენ თავიდან როგორც რაღაც ახალ გაზრდა სახელმწიფოს რომელსაც ძალიან დიდხნიანი სახელმწიფოებრიობის ისტორია ბოლო პერიოდში არ ჰქონდა ძალიან დიდი ხანი არ ჰქონდა ამის გამოცდილება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობისა ხო ჩვენ შეიძლებოდა ვქონოდა რაღაცა თავიდან რწმენა წარმოდგენების სურვილები რომ რაღაცა პოლიტიკაში ჩვენ შეიძლებოდა ყოლოდა მოკავშირეები უცხო ქვეყნების სახით ხო ეს იქნებოდა ევროკავშირი ეს იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და ისინი იმოქმედებდნენ საქართველოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და სასარგებლოდ და ბოლო ჩვენ დავინახეთ რომ ესე არ არის ხო ჩვენ დავინახეთ რომ ზოგადად პოლიტიკაში და მით უმეტეს ასეთ დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ესე ვთქვათ მეგობრები რა აქ არსებობს ინტერესები და ყველა ნებისმიერ სახელმწიფო მოქმედებს ამ ინტერესებიდან გამომდინარე ამიტომ ქართველი ხალხი მიხვდა რომ ეს რაღაცა რელიგიამდე დაყვანილი ამათვის ეხლა ვინც ჯერ კიდევ ამას გაიძახის რელიგიის დონემდე დასული ეგრეთ წოდებული პროდასავლელობა ეს არ შეიძლება სახელმწიფო ასე იქცეოდეს და არ შეიძლება სახელმწიფოებრიად მოაზროვნე ადამიანი ასე აზროვნებდეს. ნუ შემთხვევაში ეს არ შეიძლება რომ გახდეს აი იმ დიდი და მასშტაბური პროტესტის საფუძველი. რაც ამათ აქვს. აი ამაზე დაყრდნობით ვერ გამოიყვან შენი კრიტიკულ მასას. ხო, რატო ვერ გამოიყვან ამას ხსნი? იმას ხსნი რომ გაიგო საზოგადოებამ რომ პროდასავლურობა ეს საქართველოს გადარჩენას არ ნიშნავს. აი ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს გადარჩენას არ ნიშნავს. ასე ჩვენ საუბრობდით დაუშვათ 2-3 წლის წინ, ეს უკვე ფაქტია და ამას ყველა ხედავს. ამას ანუ პირიქით ჩვენ გქონდა მოცემულობა, როდესაც ჯის ორგანიზაციები თუ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ თავარ პარტნიორ ქვეყნებად მიგვაჩნდა საქართველოში რამდენჯერმე
სახელმწიფო გადატრიალების ცდილობა გქონდათ. გვაქვს ის გამოცდილება, როდესაც ეს ორგანიზაციები და ეს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებდნენ და მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს უბრახუნებდნენ დაუშვათ მაგიდაზე ხელს, როგორც მე ეს ჩვენთვისაც გახდა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ეხლა დღეს შენ რომ ცდილობ რომ საზოგადოების მობილიზაცია აი ამ თემის ირგვლივ გააკეთო და არ ცდილობ რომ გააკეთო მაგალითად რაღაცა კატასტროფულად გაძვირებული საწვავიდან გამომდინარე არ ცდილობ გააკეთო სასურსათო ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იმას გულისხმობ რომ ყოველ კვირა და ყოველ დღე ყველაფერი თითქმის ყველაფერი ძვირდება ხო ანუ კლება ფაქტობრივად არ არსებობს და ამის მაგალითად თვითონ კომისიაც არის რომელმაც საბოლოოდ იკვლია და ფასები როგორ უნდა დაიწე და დაასკვნა რომ ეს ფასები იდეალურია და სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით რა ხდება ამ მიმართულებით არ ცდილობ აი ამ გაუგონარი და ესე იგი წარმოუდგენელი სადამსჯელო მოქმედებების წინააღმდეგ დააორგანიზოს ქართველი ამომრჩეველი და საპროტესტო მუხტი რასაც ქვია რაღაცა არა ნორმალურად გაზრდილი ჯარიმები და მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღება არ საუბრობ ისეთ პოზიტიურ სიკეთეებზე რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ხო? არ საუბრობ ჯანდაცვის პოზიტიურ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯებეს დაეტყობა, არ საუბრობ საგადასახადო რეფორმებზე და ცვლილებებზე, თუნდაც აი არაერთხელ გვიხსენებია პროგრესული დაბეგვრის სისტემაზე, ხო, რომელიც ფაქტობრივად იქნება რა, რომ აი ეს დიდი უბსკური რაც არსებობს, ეს უკვე თვალშისაცემია, ხო? აი ის აუჟად აი ქართული ოსტების ხელმძღვანელები თავიანთ საუბარში ამას უკვე აშკარად ღიად საუბრობენ, რომ არსებობს რაღაცა ორი კლასი, ერთი არის მართველი კლასი, მდიდართა კლასი, და არის მეორე შრომელი უმრავლესობა, ღარიბი ადამიანები, რომლებსაც ერთი იზღად არ შეძლიათ, რომ თუ ვინც აქ რჩება და სულს ღაფავს და ცდილობს საკუთარი არსებობა შეძლოს, საკუთარი ოჯახის არსებობა უზრუნველყოს და დანარჩენი ნაწილი ვინც ამას ახერხებს გარბის უბრალოდ ამ ქვეყნიდან და ცდილობს სხვაგან რაცა ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას. ამის გარშემო რა არ აკეთებ მობილიზებას და აი რაღაცა ისევ აი ამ ჩაკეტილ წრეში ხარ, რომელიც არსად არ მიგიყვანს იდეაში. ეს არ არის ის გზა, რომელიც ამ ხალხს ტაძრამდე მიიყვანს, ხო? ნუ ამ შემთხვევაში პარლამენტარობამდე. ანუ იცი რატო? აი ყველაზე მარტივად რო დასვა საკითხი. ამ ქვეყანაში ამ შინაარსობრივი პოლიტიკური შინაარსის მქონე ტემპერატურა 2-3 წლის წინ იყო ალბათ პიკში, ხო? როდესაც ეს რაღაცა დადგა ესე საკითხი და დასავლეთი თუ რუსეთი ესე ნუ ოპოზიცია მოახერხა მაშინ აი ამ ასე საკითხის დაყენება, ეგ ეგრეთ წოდებული რუსული კანონები რაღაცა მოიგონეს და გამოიყვანეს ქუჩაში ალბათ ის მაქსიმუმი საპროტესტო მუხტისა, რომელიც შესაძლებელი იყო. ხო, ანუ ეს იყო პიკი იმისა თუ ვინ შეიძლება გამოვიდეს ამ თემის გარშემო და შენ როდესაც მაშინ ვერაფერი ვერ მოახერხე, მაშინ ვერაფერი ვერ შეძელი და ამის შემდეგ ისევ აი ამ იმაში ჩაკეტილ წრეში ხარ და შენს მიდგომა, შენ შეხედულებებს არ ცვლი, ეს ცოტა წარმოუდგენელი და გაუგონარი. სავსებით გეთანხმები, ალბათ უნდა გამოვყოთ ამ შემთხვევაში რა არის ოპოზიციის წარუმატებლობის. ნუ პირობითად წარუმატებლობის მე კიდე იმას შევეხები, რითიც დავიწყე რომ ჩემს არ იყო ეს გუშინ ჩავარდნილი აქცია. ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსული, რუსთაველი იყო სავსე, ნუ ის მონაკვეთი სადაც ტარდებოდა აქცია და ეს არ იყო რომ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ რატო ვერ ახერხებს იმაზე მეტი ადამიანის მობილიზებას, ალბათ ამაზე არის სალაპარაკო და აი შენი საუბრიდანაც და მეც დაახლოებით იგივე დასკვნა, მაგრამ რამდენიმე საკითხს გამოყოფდი. პირველი ეს არის აი რასაც შევეხეთ დიდი სქიზმა ოპოზიციაში და განხეთქილება, აი ხა მაგალითად ლელოს შარს როზდებენ იმაზე, რომ 2025 წელს არჩევნებში რატომ მიიღე მონაწილეობა. ნუ გახარიაზე კიდე სხვა არგუმენტები აქვს, შეიძლება უფრო წონადი არგუმენტები ქონდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხო თავად ოპოზიციას აზარალებს და თავად ოპოზიციურ პროტესტს აზარალებს, ხო? ეს ხო უნდა ესმოდეთ, აი მე მაგალითად მექნებოდა პარალელი 2008 წლის 2009 წლის პროტესტებთან მაშინ იყო აი ხა როგორც გახარია არის გახარიაში რა არ მოწონთ ამათ იდეაში რომ ეს ხო ბიზნა ივანიშვილის გუნდის უახლოესი წევრი ყოფილი კოცი და ამის გამო აქვს კომპლექსები მასთან ურთიერთობს აი იმ დროს მაგალითად ძველი პროტესტების დროს ასეთი თან მაღალი რანგის თანამდებობის პირი რომელიც ოპოზიციაში გადმოვიდა იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ეს მოხდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძემ და ამის შემდეგ უკვე როდესაც გაიმართა პროტესტი, ამ ადამიანს ჰქონდა სურვილი რომ ყოფილიყო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე და მაშინდელი ოპოზიცია მოიქცა ჩემეზეც სრულიად რაციონალურად რომ მას ის კი არ ეძახა რომ შენ ის არ ახარ მიშასთან რო იდექი ისედაც ხადი იყო მიიღო და საზოგადოებას მათ შორის აი ის ადამიანები რომლებიც პროტესტში ვიღებდით მონაწილეობას და თავიდან ნინო ბურჯანაძის მიმართ შეიძლება არ ქონდა მაინდა-მაინც კარგი შეხედულებები იმ დროს მოხდა ამ აზრის გარდატეხა, იმიტომ რომ დავინახეთ, რომ ეს ადამიანი გულწრფელად ჩაერთო იმ პროტესტში და ეხა ნინო ბურჯანაძე იყო მაგალითად 2011 წლის 26 მაისის იმ როდესაც მიშამ ალბათ მანამდე ჩამოხდილი ქონდა ის ნიღაბი, მაგრამ აი ყველაზე უფრო სისხლიანი ღამე რაც მოუწყო ქართულ ხალხს, მისი აგრესიის მთავარი სამიზნე იყო სწორედ ნინო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური გაერთიანება და მაშინდელმა ოპოზიციამ, ჩემი აზრით, სრულიად ადეკვატურად იმოქმედა, რომ ეს ადამიანი კი არ გარიყა და რაღაც მისი რესურსი კი არ გაფლანგა პირიქით შემოიერთა და მან ძალიან გააძლიერა მაშინ პოლიტიკური ოპოზიციური მოძრაობა. აი ამ ჩვენს დღევანდელ ოპოზიციას ეს პრობლემა აქვს, რომ აი გახარიას მაგალითად გახარია გარიყულიყავთ პირობითად იქ ლელოს რაღაცებს ერჩიან რომ რატო იღებ არჩევნებში მონაწილეობა, რატო მიიღე შარშან და ასე ტიპის არგუმენტებით ახდენენ საკუთარი პირველ რიგში საკუთარი რესურსის დაყოფას. მე იმასაც ვიტყვი ხა ჩვენ ჩემი სიმპათიები არ არის არც ამ ლიბერალური ოპოზიციის მიმართ, საერთოდ უბრალოდ ჩვენ ანალიტიკა ქვია ჩვენ გადაცემას ანალიზი უნდა გავაკეთოთ და ავხსნათ მიზეზები რატომ დაიდო ის შედეგი გუშინ მაგალითად რაც დაიდო. ამის მიუხედავად მეთოდური მუშაობა ოპოზიციის მხრიდან ნამდვილად ჩანდა გუშინდელ აქციაზე და ორგანიზება ჩანდა, მაგრამ აი მთავარი პრობლემა რის გამოც ალბათ კიდევ უფრო მეტი ხალხი არ გამოვიდა, ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ შეეხიდა ყველაზე დიდხანს რაზეც ისაუბრე, ეს არის იდეოლოგია აი ამ მოძრაობების, ამ საპროტესტო მოძრაობების რატომღაც ქართული ოპოზიცია არის მართლა ჩაკეტილი აი ამ მკვეთრად პროდასავლურ ნარატივში, არა იმდენად პროდასავლურ, რამდენადაც კიდევ უფრო მეტად რუსოფობიულ ნარატივში და აი მათ პროტესტს აქვს მუდმივად ეს ქვეტექსტი, რომ აქ ვართ ადამიანები, ვისაც აი ბოლომდე გვეზიზღება რუსები და ვართ რუსოფობიულად განწყობილები და საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი მართლაც არის რუსოფობიულად განწყობილი, ეს ჩანს მათ აქციებზე, სოცქსელშიც, არ ვიცი, ეს ჩანს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ქართული ხალხის ეს რუსოფობია არ არის. აქ მე მინდა გავმიჯნო, რომ არსებობს შეიძლება რუსეთის მიმართ კრიტიკული ანტირუსული დამოკიდებულებები არსებობდეს და ამას საფუძველი ქონდეს, მაგრამ აი რუსოფობია საერთოდ სხვა რაღაცა არის, ხო? ესეთი ხალხი თქواس, მაგრამ ეს არ არის კრიტიკული მასა, კიდევ კარგი და საბედნიეროდ ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილის, მაგრამ აი ეს ოპოზიცია რატომღაც საკუთარი პროტესტის ამ იდეოლოგიზირებას ახდენს მარტო აი ამ ნარატივით, ჩვენ ვართ რუსოფობები და იმიტომაც იღებენ მე იმ რაოდენობას ხალხისას ქუჩაში, რომელიც გამოდის სოციალურ საკითხებზე, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას არ ელაპარაკება ოპოზიცია და ამის ირგვლივ მართლაც არ ახდენს საზოგადოების დარაზმას, ეხა აი ამაზე დიდი შეცდომა პოლიტიკოსმა რა შეიძლება რომ დაუშვა. სოციალური საკითხები არის ის, რაც აწუხებს ყოველ მეორე ადამიანს. სხვა შორის თუ ვინმე ლაპარაკობს ოპოზიციაში ამაზე, ისევ გახარია ლაპარაკობს მაგ თემებზე და სხვა შორის ლელო, რაც არ უნდა საოცარი იყოს, ყავთ ძალიან მე სხვა შორის დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი, კეთი ტურაზაშვილი არის ასეთი ახალგაზრდა ადამიანია, მათი გუნდის წევრი არის. ხშირად აქვს ხოლმე ამ თემებზე ხა გამოსვლები ლაპარაკები, რასაც უყურებ და აქვს რა ამ ტიპის მესიჯბოქსი და აი ამათ ემიჯნება დანარი გვარამიას ოპოზიცია, ამ ხალხს ემიჯნება, გარიყულიყავს და შესაბამისად რჩება მერე უკვე ის რომ მხოლოდ აი ამ რუსოფობიული ნარატივებით ხალხის ქუჩაში გამოყვანა ვერ ხერხდება და ალბათ ვერც მოხერხდება. და მესამე და მთავარი პრობლემა რაც აქვს ალბათ ოპოზიციას, ეს არის ნაცვლად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ საზოგადოების გაერთიანებას მათ ირგვლივ. აი მათი მიზანი რა უნდა იყოს, რომ მათ შორის ქართული ოცნების მომხრე ვინც არის, აქეთ ფლანგზე მდგომი ვინც არის, ისიც კი საკუთარ მხარეს გადაიყვანონ, ხო, მართალია. ეს უნდა იყოს რაციონალური მიზანი მათი, იმიტომ რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, ნაცები არ არიან ამ ქვეყანაში რევოლუციისთვის თუ გადატრიალებებისთვის თუ ცვლილებებისთვის საკმარისი ხალხი. საჭირო არის, რომ მათ შორის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა საზოგადოებამ დაუჭიროს მათ მხარი და ეს უნდა იყოს მათი მიზანი, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი აკეთებენ არა ეს გამაერთიანებელი მესიჯები კი არა, პირიქით აქვთ დაყოფის პოლიტიკა.
რომ აქეთ მდგომ ყველა ადამიანს, არა მარტო პოლიტიკურ ლიდერებს, ყველა ადამიანს ეძახიან, მონახარ, რუსი ხარ, პუტინის აგენტი ხარ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაც არ უნდა პროტესტი მქონდეს მე ამ ხელისუფლების მიმართ გვარამიას გვერდზე, რომელიც ყოველ მეორე სიტყვაში მონას მეძახის პირობითად არ დავდგები, ხო, რა თქმა უნდა, მე მაყენებ შეურაცხყოფას. ანუ ყობახიძეს კი არ ებრძვის იმდენად, რამდენადაც მე მებრძვის. აი ეს ამ ხალხს არ ესმის. სხვა შორის აი ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც მინდა რომ გავუშვათ და ვაჩვენოთ მაყურებელს, აი თუ კი რამეში არის საერთოდ და ბევრ რამეშია გასაკრიტიკებელი, მაგრამ ძირითადი კრიტიკის ნაწილი უნდა მოდიოდეს აი ესეთ ინციდენტებზე, ესეთ შემთხვევებზე და ესეთ ეპიზოდებზე, თუ შეიძლება გავუშვათ ეს ვიდეო. მოდი კიდე ვითხარი, რას მეუბნებოდი, ვიდი გავხავს ვაჩვენო. რისი? კარგი კაცო, რას მელაპარაკები, ნახე ისი გოგო. კაი, არ ვიცი რა, არა, ძალიან მეცინება, რო გხედავთ მიხარია. შალვა მომიკითხე. სახში იცია შალვასთან რომ უშაო, არ უთხრებათ? ეხა შენ არიტირო, გასწორე სახი, გასწორე არიტირო ეხა გასწორე, ისიც გიგებს და. ეხა ეს მოჭერით, ეხა და გაუშვით რომ ვიღაცა რაღაცა დამარქვით რომ ნაც პროპაგანდისტი თორნიკე ჩვენს გადამღებ ჯგუფს მიეჭრა. მაგარის იქნება. ყოჩახ. აი, პირიქით თუ დაგეკრა, მე უნდა აგეკდე და შენ რა ვარდი ეხა რა გამოვიდა. ეხლა ამ ადამიანს თორნიკე რაზმაძე ალბათ ფოტო ქონდა გამოტანა შეიძლება სახელი და გვარით ბევრმა ვერ გაიხსენოს, თუმცა საკმაოდ ისეთი აქტივისტი არის, ხო? ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტი. გონია ეს პირად თავის გვერდზე ედო ეს ყველაფერი და გონია რომ ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა, რომ ხო, აი ახალგაზრდა გოგონა გასაგებია რომ მისთვის მიუღებელ მედიაში მომუშავე ახალგაზრდა გოგონა ჟურნალისტი, რომელიც მის მიმართ აშკარად მტრულ გარემოში არის მისული და ეხა ბიჭი რო ხარ, კაცი რო გქვია და ესეთ პროვოკაციას რომ მოუწყობ. აი არ მესმის მე რა პლუს იწერს ამითი ეს თორნიკე რაზმაძე თუ საერთოდ ეს ოპოზიციონერები რა პლუს იწერენ რომ რა რაქნა ეხა მიაყენა შეურაცხყოფა გოგონას, ხო? რაც არ უნდა იყოს, აი ეს არ მესმის მე რომ ბოლო ყველაფერი ხო იქამდე დადის რომ მამაკაცი ხარ და გოგონასთან გაქვს ურთიერთობა. სექსიზმად ჩაგიფლიან ეხლა მაგრამ ჩამე რათაც უნდა ჩამითვალო, მაგრამ აი ეს მომენტი როგორ შეიძლება დაივიწყო, როგორ შეიძლება ამას ყურადღება არ მიაქციო თუ არ ვიცი, აი რა ქვია, ამას რომ დააბულინგო სადღაც შენზე თან ასაკით უმცროსი, სავარაუდოდ სტუდენტი ან შეიძლება ცოტა უფრო უფროსი ასაკის გოგონა, რომელიც მოსული არის მტრულ გარემოში, გასაგებია რომ შენთვის მიუღებელი დავალება აქვს იმას მიღებული და რაღაცა ინტერვიუები უნდა ჩაწერო, მაგრამ ხო შეიძლება რაღაც ღირსეული პასუხი გასცე, ღირსეულად უპასუხო. დაამცირო შეურაცხყოფა მიაყენო და თან გარშემო რომ მარტო შენი მომხრეები არიან და პრინციპში ხა ვერც ვერაფერს იზავს, ხო ის გოგონა და ამითი შენ ბედნიერი ხარ და თავის გვერდზე გამოდო. ეს არ მესმის მე არც კაცური გაგებით არ მესმის, არც პოლიტიკური გაგებით არ მესმის, რა ქულა შეიძლება ამითი დაიწეროს პოლიტიკურმა აქტივისტმა და რაც მთავარი არის ეხა აი ესეთი მომენტები აზიანებს და აზარალებს თვითონ აი ამ პროტესტს, იმიტომ რომ მე მაგალითად ეხა რო ვიყო ნეიტრალური მხარე, რომელიც უყურებ ამ ყველაფერს, ხო და ვხედავ რომ ამ ყველა მუტრუკი დამდგარა და გოგონას აყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ის მისთვის მიუღებელი მედიის წარმომადგენელია. არასდროს არ გამიშდება სურვილი რომ წავიდე და მაგარაკაცის გვერდზე დავდგე და რატო იცევიან ესე, ჩემთვის ეს გაუგებარია, ან კიდე უარესი თორნიკე რაზმაძე, რომელიც შეიძლება არაკაცია მართლა და ესე იქცევა, ამას რატო აქვს იქ შეკრებილი იქაური აუდიტორიის მხრიდან მხარდაჭერა. აი ეგ არის ზუსტად მაგის თქვა მინდოდა რომ мотиваციას ამათ ის აძლევთ რომ ესეთი ქცევა მე აი ამ ბაბლში წახალისებულია ანუ მართლა ეგრე გონიათ აი როგორ აგიხსნა აი მართლა გონიათ რომ არის რაღაცა აი ხა ეს რაზმაძე არის რაღაც უკრაინელი ჯარისკაცი რომელიც სადღაც ფრონტის ხაზზე ებრძვის რუსეთს ოღონდ ამ შემთხვევაში რუსეთს წარმოადგენს ეს გოგონა რომელიც იყო იქ პოზიტივით მიკროფონით ხო პრობლემა რა არის? აი, ყურე, შენაც თქვი, ანუ ეს ხო არ არის იქ რომ ნებისმიერი სხვა ადამიანი იდგეს, ან სხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ადამიანი იდგეს, კიდევ არ შეხედავს საზოგადოება ამას. ზოგადად ეს გასაგებია რომ აბსოლუტურად გეთანხმები რომ არაკაცური ქცევაა და უბრალოდ ხა ამათგან კაცობა თუ ძნელად მოსათხოვია და ამიტომ ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. უბრალოდ რისი თქმა მინდა რომ
ეს არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და ქართულ ხალხს ახსოვს რაც აკეთეს, ხო? ანუ ძალადობის ის რაღაცა ენით აუღწერელი ტალღა, რომელიც საქართველოს ქართველებს გამოატარეს, ეს ძალიან კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას და ეხა ეს რო ესე იქცევა, აი როგორი ასოციაცია გაჩნდა და მეც როგორი ასოციაცია გამიჩნდა ეგრევე, რომ ეს რო ესე იქცევა ეხლა, როდესაც ამას ძალაუფლება არ აქვს. ეს რო ძალაუფლებაში მოვა ხო იგივეს გააკეთებს რასაც აკეთებდნენ ამას ხო აქ ის სურვილები ის ფანტაზიები ის რაღაცა მორალთან ის და სინდისთან ის კომპრომისიც ხო ნანახი აქ რომ გოგონას რომელიც იქ აქციაზეა მისული და აშუქებს ხო მოგწონს არ მოგწონს შეიძლება ეკამათო შეიძლება რაღაცაში კი არაფერში არ დაეთანხმო როდესაც ესეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე გახარ მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენოთ და აცინო ანუ ეს ხო აი ამაზე აი ჩაგერთო ვიცი რა არგუმენტი აქვს ხოლმე მაგაზე რომ აი მაგას რო ეტყვი რომ ეს რატო იქცევი და როგორ შეიძლება რომ მოიქცე. აბა იქ სპეცრაზმელმა რომ ვიღაცა ოპოზიციური ჟურნალისტის აი რა შუაში არის. მაგას გიპასუხებენ რომ აბა ის არის კარგი რომ სპეცრაზმელმა ცემა ვიღაც ოპოზიციონერი ჟურნალისტი არ გინახავ შენ ეგ კადრი და აქ დაგადანაშა. რა შუაშია მე ის რო არის პირუტყვი. ამას ქვია ხო თავისი სახელი და შენც იგივე ხარ აი იქ რო არის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმში ჯარისკაცის მამაში რომ ვოდ ნემეცკი მალჩიკ სტრილიაი რო უნება ისინი აკეთებენ ამაზე შენ თუ მაგას ებრძვი მაგას უპირისპირდები აი შენი მხრიდან რა საქციელია შენ რომ მოხვდე ისეთ გარემოში სადაც აი არა შენი არამედ საწინააღმდეგო განწყობის ადამიანები არიან მე გაბედავდი მაგის თმას მე გარისკავდი მაგის გაკეთებას არა ხო და ვინახავს ატირებული ეკაციც ეთერში ეს თორნიკე რაზმად როდესაც ისთვის არაკომფორტულ გარემოში იყო და აი რადგან ეხა თავის მოედანზეა თავის ველზეა დაიჭირა პატარა გოგონა და აბულინგებს აყენებს შეურაცხყოფას ამას ქვია არაკაცობა ყველა ასპექტით აბსოლუტურად. ესენი არიან, ანუ რადიკალური ნაწილი საზოგადოებისა, რომლებიც მართლა აი ამათ პრობლემა, ამათ მენტალური პრობლემა აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ქართული პოლიტიკის, არის ის, რომ არის რაღაცა სეგმენტი პოლიტიკური დაუშვათ სპექტრისა, რომელსაც აქვს მენტალური პრობლემები. ამ ხალხს აქვს მენტალური პრობლემა, ამ ხალხს წარმოუდგენია, რომ რაღაცა აი მერაბ კოსტავაზას გადის და ზვიად გამსახურდია დისიდენტია და ეხლა როგორ აი მაშინ რო არის ამათ არჩევადარებ აი როგორ გითხრა აი მართლა სალოსის წება რო არის რომელიც შეიძლება ცოტა ჩვეულებრივი ადამიანის არაადეკვატურად იქცეოდეს მაგრამ ეს რაღაცა ქრისტეს სეული გზა არის ხო დაახლოებით ესე წარმოუდგენია და ანუ ეს მენტალური პრობლემა მართლა აბა როგორ შეიძლება მენტალური აი სხვანაირად როგორ შეიძლება რომ საკუთარ მოქალაქეს გოგონას რუსი ეძახო და გეგონოს რომ ის რუსია პუტინს ემსახურება აი ეგ როგორ შეიძლება რომ ეხა მე აი მე თორნიკე რაზმაძეზე მეგონოს რომ ეხა თორნიკე რაზმაძე ემსახურება deep state ეხა ვინჯანდაბა თორნიკე რაზმაძე რომ deep state ემსახუროს ხო ანუ ესეთ მდგომარეობაში რო ხარ და ესეთ მენტალურ მდგომარეობაში რო ხარ ეს არის პრობლემა არის ის რომ იდეაში რომ ის 15000 კაცი რო გავიდა იქ 10 რამდენიც იყო ხო 30 ჯანდაბას ისის პრობლემა რომ ამათ დაძახილ საერთოდ გადიან ანუ რატო არის პრობლემა იცი რომ ეს იწევს მე იმას რომ ნორმალური ადამიანები ჯანსაღი მენტალური მდგომარეობის მქონე ადამიანები რომლებიც საუბრობენ რაღაცა სოციალურ საკითხებზე საუბრობენ ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობენ იმ ძალიან და მთელ რიგ არასწორ რეალურად რაც არის გასაპროტესტებელი მოქმედებებზე რასაც მართველი გუნდი ჩადის და ატარებს ხო ისინი მე რჩებიან ფარდის მიღმა იმიტომ რომ მართლ გუნდს აწყობს ამათი აი ამ მენტალურად არაჯანსაღი ადამიანების ასე ვთქვათ წინ წამოწევა რა ანუ აი ამ თორნიკე რაზმაძეების და ამათ წინ წამოწევა აწყობს მიდის ამათი პიარი მე ყველა ჩუდი და კარგი ყველაზე მეტად თვითონ ის პოზიტივი აპირებს ამ ყველა უნდა გააპირებს ამათი პიარი ნორმალური ადამიანების პიარი ხო არ მიდის ეხა იქ რო შენ დამდგარიყავი და გელაპარაკა იმაზე რომ საწვავი ამდენი ღირს რა ვიცი ბავშვები ერთი თვე წამალს ითხოვენ და ხელისუფლებისგან ნული რეაქცია არის გელაპარაკა იმაზე რომ ყველაფერი პროდუქცია ძვირდება ცხოვრება ძვირდება ქვეყანაში მაშინ როდესაც ხელფასები არ მატულობს და გელაპარაკა იმაზე რომ როდესაც პრემიერი გამოდის და იძახის რომ სიღარიბე 2020 წლიდან სამჯერ თუ 5 ჯერ შევამცირეთ ხო აი ამ აბსურდს რო ლაპარაკობს ამაზე რო გელაპარაკა კი არ გაშუქებდა პოსტები და კი არ გამოგდებდა მე ის კოცების ეგრეთ წოდებული Facebook ტროლები და ისინი ამაზე შენს ვიდეოებს კი არ გაუშვებდა ამას უშვებენ იმიტომ რომ მოხდეს დისკრედიტაცია მთლიანად საპროტესტო მოხდეს დისკრედიტაცია პროტესტის და წარმოჩინდეს რომ თურმე ქართული ოცნება აქ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ამათ ფონზე რა თქმა უნდა ხო ესე აი ხა თორნიკე რაზმაძის მოსვლა თორნიკე რაზმაძის მსგავს ტიპებს როგორ ჩანს აი ეგ უკმაყოფილებს ეგოს რა რომ მათ შორის პოსტივი თუ იმედი თუ
უფრო წვრილი რაღაც პროპაგანდისტული გვერდები Facebook-ზე რო გამოდებენ მის ვიდეოს იმას აღარ აინტერესებს იქ მე ვინ შეაგინებს და ვინ რა სიტყვის ხო მაგარ პიარს იკეთებს და აი შენ თქმის არ იყოს მან რომ ილაპარაკოს სერიოზულად მართლა სერიოზულ თემებზე როგორიც არის სოციალური საკითხები პირველ რიგში რაც მართლა ყველა ჩვენთაგანს აწუხებს და რის ირგვლივაც არის ალბათ ეს დიდი ეროვნული საპროტესტო მუხტის აგორება შესაძლებელი აი ამაზე რომ ილაპარაკოს კაცშვილი არ გააშუქებს შეიძლება თავისმა ტელევიზიებმაც არ გააშუქონ და ამიტომაც აკეთებს ალბათ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მოხდება თუ არა ამ ყველაფრით პროტესტის დისკრედიტაცია მისთვის მნიშვნელოვანი არის რომ აი თუნდაც ერთი დღე საინფორმაციო ველში სადღაც ჩანდეს სადღაც იტრიალოს და ამითი რაღაც ფულს მაინც უხდიდეს ვინმე მაგუბედებს ამაში ანუ ამითი შეიძლება უხდიან არ ვიცი მაგრამ ეგოს იკმაყოფილებს აშკარად აკმაყოფილებს ეს ერთი და მეორე ყველაზე თავარი რა ჩანს რომ ანუ ეგ ხო ცხადია რომ ეხა ასეთი ადამიანებისთვის აი რომ სპეცრაზმელებზე რომ საუბრობენ აი სპეცრაზმელმა იმას და ასეთი ადამიანებისთვის რომ ცხადია რომ ძალადობა არის მისაღები ჩვეულებრივი მოვლენა უბრალოდ ამათ არ მოსწონთ რომ ამ შემთხვევაში ძალადობები სხვაგვარად თვითონ შეიძლება იყოს იმით და ანუ თუ უყურე ნორმალურ ჯანსაღ ადამიანს რომელიც ქვეყანაზე ფიქრობს და მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხო შენ ამ შემთხვევაში თუ ესე მოქმედებს შენი ინტერესია რომ შენ იყო ადეკვატური ხო კრიტიკაშიც დაპირისპირებაშიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს შენ ქვეყნის ინტერესებს სჭირდება რომ ადეკვატური იყო თუ შენ ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს შენ მოგეთხოვება ადეკვატურობა მაგრამ უყურე თავის დროზე რუსებად რო გთვლიდან ეს ხო ახალი ის არ არის რა ქვია ნარატივი რომ ეს ვინც ამათ მხარდამჭერი არ არის და ვინც რაღაცა ლოცვებს არ აღავლენს იმის კაია კალასის სადიდებლად დღეში სამჯერ ის მიიჩნევა რუსად რატო ეს 2012 წელს ჯერ კიდე მივანიშვილი რო გამოჩნდა მაშინ დაიწყო და მანამდეც იყო რა თქმა უნდა და რაღაცა ვიღაცებს რუსების ხო გახსოვს საქმეც აღიძრა რაღაცა თუ გახსოვს რა ერთი საქმე იყო რუსეთის რაღაცა გენერალთან რო ჯაშუშობის და სახელმწიფო გადატრიალების მიშას ეს ქონდა და ეს ზოგადად დღეს სხვათა შორის აი დღეს მაშინ ვიზეც ეგ საქმე იყო აღძრული დღეს ყველაზე მაგარი ანტირუსები ეგენი არიან და ფაგმანები და მე ბერძენიშვილები იქნებოდა თუ შალვა ნათელაშვილი და ეს ადამიანები მიშას დროს იყვნენ გამოცხადებული პრორუს აი ბერძენიშვილს წარმოგიდგენია რომ გამოცხადებული იყო პრორუს იმათ პოლიტიკოსად რომელიც და საქმე იყო აღძრული მის წინააღმდეგ და სხვა შორის ნიკა გვარამია იყო მაშინ თავარი პროკურორი და თვითონ აგებდა ამ ყველას ფაშიზმი რასაც ნიშნავს გერმანული ფაშიზმი იტალიური ფაშიზმი რა მოვლენაც იყო ხო ანუ დღეს ვსაუბრობთ სხვა შორის აი ჰიტლერზე ვსაუბრობთ რომ აი ძაღლები უყვარდა ვეგეტარიანელი იყო და ნადირობის სეზონები შემოიღო და რაღაც ხო ანუ ძაღლის საერთოდ ცხოველთა უფლებები პირველად გააჩინა სწორედ ჰიტლერს მაგრამ რატო ახსენ ეხლა და რას გულისხმობ ფაშიზმში რომ ანუ ესენი თუ გერმანელი ფაშისტები თვლიდნენ რომ აი ებრაელი თუ არის მასზე მისი განადგურება ფიზიკურად ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამაში არაფერი ამორალური ან ესე იგი ცუდი ამაში არაფერი არ არის იგივე არიან ესენი თვლიან რომ თუ შენ რუსი ხარ ოღონდ ეს აქ უკვე ცოტა უფრო იქ ჰიტლერთან თუ ამას რაღაცა გენეტიკური ის ქონდა რაღაცა ნიშნები ხო ეთნიკური ნიშნები ქონდა ეს უკვე ისეთია რა ზოგად საკაცობრიო ტერმინი გახდა რუსი არ ნიშნავს მაინც და მაინც ეთნიკურად რუს ანუ ესენი თვლიან რომ თუ შენ არ ხარ მათ მხარდამჭერი თუ არ ხარ პროდასავლელი თუ არ გინდა ევროკავშირი თუ არ გინდა ნატო და ნუ რაც არ უნდა არგუმენტები ქონდეს ამის სასარგებლოდ მაშინ შენ ხარ რუსი და შენზე ძალადობა შეიძლება აი ამას როცა აკეთებენ აი ამას როდესაც საზოგადოებას აჩვენებ შენ დღეს კიდევ ამას რო საუბრობ კიდევ ამას რო აჩვენებ მე რა ვიცი რისი მოლოდინი უნდა გქონდეს და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც არ მინდა გამორჩეს როდესაც აი ამ ოპოზიციაზე საუბრობ არის ყველა ცუდი რა არის იცი რომ მე ისეთი შტაბეჭდილება მჩება ამაზე ჩვენ არაერთხელ ბოლო ეთერებში ვსაუბრობთ იმიტომ რომ ძალიან ცუდი სუნი უდის ამ საქმეს და რას გულისხმობ ამაში აი ამ ეს ხალხი რო დღეს ახერხებს კიდე 10-15 ადამიანის მობილიზებას აქციაზე გაყვანას ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ ოცნებას ეკისრება და მართლ გუნდს ეკისრება და საერთოდაც თითქოს და რჩება მე შტაბეჭდილება რომ ქართული ოცნება ეწევა პროდასავლური ოპოზიციის რეანიმირებას ანუ ის აცოცხლებს აი ამ ოპოზიციას მაშინ როდესაც ეს ოპოზიცია განადგურებული იყო ასე ვთქვათ როგორც აი მიშა მახსენა მაშინ ოპოზიციას რომ გაფარჩაკებული იყო რაღაცა დაიწყო საკონსტიტუციო საქმეც აღიძრა რომ ეს ადამიანები ჩამოშორებული იყვნენ საერთოდ პოლიტიკას და ამოესუნთქა ქვეყანას იმით რომ აი ეს რაღაცა კიდევ ერთხელ მეორე
მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ლიდერშიპს, აი ამ თორნიკე რაზმაძეებს და კიდე გვარამიებს და ვიღაცებს მენტალური ავადმყოფობების მქონე ადამიანები, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები, ხო? ყველაზე ცუდი კონოტაციით ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, ხა მენტალური დაავადება ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება, მენტალური პრობლემები ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს მენტალური პრობლემა რომ ფაშიზმში არის გამოვლენილი, ეს უკვე საშიშია საზოგადოების. ხო, საზოგადოებისთვის საშიშია. ხო და აი ამ ადამიანების რეანიმირებას რო ეწევა, აი ამ ადამიანების გაცოცხლების პროცესს რო ეწევა დღეს ქართული ოცნება, აი ამ ადამიანების გაპიარების პროცესს რო ეწევა დღეს ქართული ოცნება, ეს არის ყველაზე ცუდი და ამან ჩვენ შეიძლება მიგიყვანოს იქამდე, თან ამის პაულად ხდება რა, რომ ქართული ოცნება ძალიან ბევრისთვის, მართველი ძალა, ძალიან ბევრისთვის კარგავს სახეს, ძალიან ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, კრიტიკული მნიშვნელობის შეცდომას უშვებენ როგორც ქვეყნის შიგნით ეს იქნება სოციალურ-ეკონომიკური თუ ზოგადად პოლიტიკის მიმართულებით, ასევე საგარეო მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაღაცა მიღწევები, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგარეო მიმართულებით იქნა მიღწეული, ის რომ რაღაცა საკუთარი სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო თითქოს ქვეყანამ, ხო, რაღაცა იმ დასავლური კლანჭებისგან თავის დაღწევის შედეგად, ხო? აი ამაშიც კი თითქოს უკან დავიხიეთ და თითქოს ეს გამარჯვება რაღაც გარკვეულწილად შეიძლება ისეთ ჩაითვალოს, რომ ეს იყო გამარჯვება, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ, რომ წინ აღუდექით იმ ბოროტ განზრახვას, რაც ჩვენს მიმართ ჰქონდა. დასავლეთ ამ გამარჯვების, ასე ვთქვათ, განიავებაც ხდება მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ჩადიან და ხელს ართმევენ და ეხუტებიან ზელენსკის და როგორ ფიქრობ, ისე აი ეგ საინტერესო თემა არის და ალბათ სანამ მე უკვე რადგან მეორე ბლოკზე გადავალ, სადაც საერთაშორისო მიმოხილვა გვექნება, აი ეგ მცდელობები ქართული ოცნების რაც თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში რუსეთთან კიდე დაზაბვა ურთიერთობების სხვა შორის ძალიან ჩემი აზრით არც თუ სასიამოვნო და საგანგაშო განცხადებაც კი იყო ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული მხრიდან, სადაც რუსულმა მედიამ ღიად განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვა მუშაობს საქართველოს ტერიტორიიდან და საქართველოს ტერიტორიიდან ხდება რუსული, ასე ვთქვათ, სამხედრო ობიექტების დაზვერვა. ეს ალბათ რუსებმა მანამდეც იცოდნენ და ამაში შეიძლება მათთვის სიახლე ეს არ ყოფილა, მაგრამ ეხლა რო გაახმოვანეს ეგ ყველაფერი, ესეც ჩემი აზრით რაღაც სიმპტომი. ეს დაემთხვა ზუსტად აი კიევის დაბომბვის ღამეს, მაშინ გაჟღერდა ეს ინფორმაცია ჩვენს ნიუსში გაგვირიეს, ასე ვთქვათ, გაგვრიეს საქართველოს. არა მხოლოდ ეს, აი ქართული ოცნების მხრიდან შეხვედრები ზელენსკისთან, დათბობა ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს გადატვირთვის. უკვე მეორე ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კი ბატონო, ტერმინოლოგია შეიცვალა მათი, აი ეს იყო deep state, დიდი ხანია აღარ გამიგია მართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, ისე თუ აი ძალიან თუ დაჭირდათ მაგ შემთხვევაში შეიძლება ახსენონ და თქვან ხოლმე, რას ემსახურება ეგ საბოლოო ჯამში? არის ეს ქართული ოცნების მცდელობა, რომ კვლავ დაბრუნდეს პროდასავლურ რელსებზე? თუ ეს არის იმისი მცდელობა, რომ უბრალოდ აი ამ პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების დაშოშმინება მოახდინონ ამ ყველაფრით. აი ეს საინტერესო საკითხი არის, ანუ ისი თქმა მინდა ეხა როდესაც ოპოზიცია ორგანიზებს პროტესტს სწორედ პროდასავლური ნარატივით, შეიძლება იყოს ამაში ლოგიკა, რომ ხელისუფლება ცდილობს აი ამ პროტესტის განეიტრალებისთვის აკეთებდეს ამ ყველაფერს, რომ არა ბატონო, ჩვენ არა ვართ პრორუსები, ჩვენ დასავლეთთან ნორმალურად განწყობილი ღირსებით გვინდა უბრალოდ იმ ევროპაში წასვლა, თორე ისე ნამდვილად ჩვენ გულწრფელი ევროპელები და პროდასავლელები ვართ და ხო არ ცდილობს უბრალოდ აი საზოგადოებას გაუგოროს კოჭი, პროდასავლურად განწყობილ საზოგადოებას. კითხვა აი ამაში მდგომარეობს, რომ ის რეალურად ცდილობს დასავლეთს ბრიუსელს გაუგოროს კოჭი, თუ უბრალოდ აი ადგილობრივი პროპაგანდისტვის სჭირდება ეს ყველაფერი. ო, ესეთი თული საკითხია პირდაპირ რომ თქვათ, არ არის იმ ინფორმაციული ველიდან გამომდინარე, რაც არსებობს, ხო, აი თითქმის ჩვენთან ეგრე ხდება სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკას ეს ოდითგანვე მოსდევს, რომ ძალიან მცირე ინფორმაცია არის საჯარო ველზე, რისი ანალიზიც შეიძლება მიმართულებით გაკეთდეს და ყველაფერი ჩაკეტილია და ნუ ეხა დღევანდელ მართლობას ეს განსაკუთრებით ახასიათებს, რომ აი ფაქტობრივად ყველა მათ შორის ქართული ოცნების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დეპუტატი რო ქვია და პარლამენტში რო არის, ისიც კი ვერ ხდება რა პროცესები მიდის ქვეყანაში, ანუ ისიც კი მარჩიობს უიმე რა ხდება, ხო არა? ხო, მართლა აი ვიცი მე რამდენიმე ვინც ესეთ მდგომარეობაში არის ქართული ოცნების დეპუტატებიდან და აქედან გამომდინარე, ანუ ეს პროცესი თავის მხრივ ცუდია, ეს მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ
ქვეყანას ეს არ არის რაღაცა ეს პირადი კორპორაცია რომელიმესი ჭირდება მეტი საჯაროობა რა იმიტომ რომ ეს ქვეყნის მომავალი თითოეული ქართველის თითოეული იმ ადამიანის მომავალზე არის საუბარი რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ამიტომ ის თუ საითკენ მიდის ეს ქვეყანა ეს უნდა იყოს საჯარო რაც შეიძლება და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს ნუ ერთი მხრივ პრინციპში ხა ამაზე ქართულ ოცნებას ექნება პასუხი რომ კონსტიტუციაში კი გვიწერია საითკენაც მივდივარ და რა არის თქვენთვის გაუგებარი ხო და ის ჩანაწერი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მოდი ღირსებით არ წერია ღირსებით შემდეგ ეს ინტერპრეტირებული პოლიტიკური შინაარსის სიტყვა ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ ერთი რამ ფაქტია რაც შენ თქვი და ფაქტი არის ის რომ ქართული ოცნება ცდილობს ურთიერთობების გადატვირთვას და ამას თვითონ არც მალავენ ხო თავის განცხადებებში არ მალავენ თავის ქმედებებში როდესაც ზელენსკისთან ქონდა შეხვედრა მერე იყო ბოჭორიშვილის შეხვედრა ვერ ვიხსენებ რაგვარი ციბიქგა თუ რაღაც საშინელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მერე ნუ იქ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაისის თვეში უკვე მეორე ვიზიტი ერთხელ თანაშემწის მოადგილის თანაშემწე იყო მაგრამ ეხლა კიდე ვიღაცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩამოსული ქართული ოცნება ცდილობს ამ ურთიერთობების გადატვირთვას და ამას თვალსაჩინო ცუდი რეაქცია რომ მოყვა იგივე ქართული ოცნების ამორჩეველში ვინც ქართული ოცნებას მხარი დაუჭირა ამათ და ზელენსკისთან შეხვედრას მე ამას როგორ აპრავებდნენ ხო გახსოვს რა ზელენსკი იძულებული გახდა რომ თქვა კობახიძესთან მოსულიყო ხო კობახიძესთან რომ მოსულიყო იძულებული გახდა ძულოვანია კობახიძე ხო პროცესი რა არის ჩემი აზრით ქართულ ოცნებას ის მოლოდინი რაც ქართულ ოცნებაში არსებობდა ის რომ უკრაინის კონფლიქტი 2025 წლის ბოლოს 2026 წლის დასაწყისში უნდა ამოწურულიყო და ეს ომი უნდა დამთავრებულიყო ეს ფსონი რაზეც ქართულმა ოცნებამ მაშინ ფსონი დადო ეს არ გამართლდა უკრაინაში კონფლიქტი გრძელდება და ქართული ოცნება დღეს აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში როდესაც ერთი მხრივ უკრაინის კონფლიქტი გრძელდება და ფაქტობრივად რაღაცა ეს პროცესი მულტიპოლარული სამყაროს შექმნისა, ხო? როდესაც ერთი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნებოდა ჰეგემონი და ყველა დიდ ძალას და ამ შემთხვევაში გულისხმობ მოსკოვს და პეკინს ექნებოდა საკუთარი ესე ვთქვათ პრეტენზიები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვებთან მის გავლენის ქვეშ ყოფ სახელმწიფოებთან ეს არ მოხდა ფაქტია და ეს პროცესი გრძელდება ჯერ ეს პროცესი არ არის დასრულებული და აქედან გამომდინარე საქართველოს აღმოჩნდა იმ რეალობაში სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროპასთან ქართულ ოცნებას ჰქონდა ურთიერთობები გაფუჭებული და ეს არ არის ქართული ოცნების ბრალი, ამას პირდაპირ და ცალსახად ვიტყვი, ეს არის იმის ბრალი, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ევროპელი პარტნიორები და დასავლელი პარტნიორები ჩვენგან მოითხოვდნენ იმას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაუჯდებოდა. მოდი მაგას შეგეკამათები რა, ცოტნე მონოლოგი რო არ გამოგივიდეს. როგორ არის ქართული ოცნების ბრალია ზუსტად ეგ ყველაფერი. ეგენი მაგას არ მოითხოვდნენ ბოლო 2 წელი. ეგენი მაგას ითხოვდნენ მთელი ქართული ოცნების მმართველობის 14 წლის განმავლობაში. არა, ხო, ნუ 12 წელი ამას ასრულებდნენ. ეგ ცოტა ისეთია. რატოა ცოტა ისეთი ზუსტად ეგეთი. აბსოლუტურად უყურე რა მესმის შენ რასაც ამბობ, რომ უყურე მან რა იყო პრობლემა და გეტყვი რა. გეიდროშებით რო დარბოდნენ, მაშინ ეხა იძახიან გვაიძულებდაო. თვითონ იძახიან, მე კი არ ვამბობ. ხო, არა, აიძულებდნენ მე ანუ აიძულებდნენ რა გაგებით რომ არაფერი არ ეტყობოდა იმას კახა კუჭავას მაგალითად რომ ვინმე აიძულებდა იქ შეიტანა მაგალითად კანონ პროექტი რომ ევროკავშირის დროში შეურაცხყოფა თურმე ყოფილა კანონდარღვევა და ამის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდნენ ეხა არავინ არ აიძულებდა ეს ნატურალურად ლიბერალები არიან ეგეთი სინამდვილეში იძულება ეხა უფრო ეტყობოდა ქართულ ოცნებაში იყვნენ მენტალურად პროდასავლელი ადამიანები მაგალითად იგივე ლევან ბერძენიშვილი ხო მთელი რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილი რომელიც ქართულ ოცნებას ეს მენტალურად პროდასავლელი ხალხია უყურე მაგრამ მე რას ვამბობ ქართულ ოცნებაში რომ მენტალურად პროდასავლური ხალხი იყო ესეც იმის გამოძახილია რომ მაშინ ქართულ სახელმწიფოს ქართულ ხელისუფლებას ზოგადად არ ქონდა იმის ბერკეტი იმის რესურსი რომ წინააღმდეგობა გაეწია იმ დირექტივებისთვის რაც დასავლეთიდან მოდიოდა ძალიან მარტივად უყურე რუსეთმაც კი რუსეთმა როგორც სახელმწიფომ რომელსაც აქვს პრეტენზია სახელმწიფოებაზე და აქვს პრეტენზია იმაზე რომ არის ერთ-ერთი ცენტრი გლობალური პოლიტიკისა ხო წინააღმდეგობის დაწევა და გაწევა დაიწყო 2022 წლის 22 თებერვლიდან
თუ 24 თებერვლიდან როდის შეიჭრა უკრაინაში აღარ მახსოვს. ხო, ანუ იმ მომენტიდან გაჩნდა ეს შესაძლებლობა, როდესაც თვითონ აი ტერმინებსაც რო დავაკვირდეთ 2020 უკრაინაში ომის დაწყებიდან რა მოხდა უკრაინაში ამას ამერიკელებიც უკვე რუბიო საუბრობდა თუ გახსოვს რომ ცრულდება ერთ სახელმწიფოს ჰეგემონია მსოფლიოში ესეთი სახელმწიფო არა მაინც არ დავამთავრებ ეს იყო ამერიკული დასავლური ჰეგემონია მთელ მსოფლიოზე ამ ჰეგემონიის ქვეშ იყო იგივე რუსეთი რომელიც არანაკლებ ლიბერალური იყო იმ პერიოდში დავამთავრებ იგი რომ გაიგე მაგრამ ასე ხო და დავამთავრებ მაყურებელი ხო არანაკლებად ლიბერალური იყო თვითონ რუსეთიც ხო იმიტომ რომ რუსეთსაც არ შესწევდა არც პუტინს არ შესწევდა ძალა ამ დასავლურ ან შეიძლება სურვილიც არ ქონდა თავიდან და მე იძულებული გახდა ეს ცოტა სხვა საკითხია ამაზე სხვა დრო შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ერთი რამ ფაქტია იყო პერიოდი აი 90-იანებიდან რაღაცა 2000 ალბათ 14 წლამდე როდესაც უკრაინის პროცესები დაიწყო იქ ყირიმის ანექსია და რაღაცები მოხდა ხო ამის შემდეგ უკვე ალბათ გარკვეულწილად იცვლება გეოპოლიტიკა მსოფლიოში თუმცა მაშინ რუსეთი მაშინაც არ აღმოჩნდა მზად და არ ქონდა იმხელა რესურსი და ძალა რომ აი ამ მონსტრს დასავლური ჰეგემონიის სახით პირდაპირ დაპირისპირებოდა ესმის და ამიტომ ის რომ დავუშვათ ახლა 2015 წელს ქართული ოცნება რატო ასრულებდა დასავლეთის დაკვეთებს ეს ამ პრეტენზიით იყო ქართულოსებას და მე ამას არ ვიზიარებ. იმიტომ რომ მაშინ გასაგებია რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. პრეტენზია რა შეიძლება იყოს, იცი? მე რა ნაწილში დაგეთანხმები პრეტენზიისო. დღეს რატო აკეთებ იგივეს, თორემ მაშინ რომ ეგ შეუძლებელი შენ როდესაც ერთხელ მოახერხე, აი გაჩნდა ეს ასე ვთქვათ ანტიჰეგემონიური ბრძოლა, რომელსაც ფრონტის ხაზზე რუსეთი აწარმოებს და ფრონტს მიღმა პოლიტიკურ ასპარეზზე და ეკონომიკურ ასპარეზზე ჩინეთი მეთაურობს. აი ამ ანტიჰეგემონიურ ბრძოლაში გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც შესაძლებელი გახდა საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებისთვისაც კი მეტნაკლებად შესაძლებელი გახდა აი ამ დასავლური ჰეგემონიისგან თავის დაღწევა და როდესაც ეს პროცესი დაიწყო 2022 წელს ეხლა რომ ხდება ამის შემოbrunება ისევ ეგ არის პრობლემა. უბრალოდ ამასაც შეიძლება თავისი მიზეზი ქონდეს, ამ მიზეზის აღწერას ვცდილობდი ეხლა წერან რომ ეს შეიძლება იყოს ის რომ ის პროცესები რაც დაიწყო უკრაინის ომით, აი ამ დასავლური ჰეგემონიის რღვევის პროცესი და მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი გაგრძელდა იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე შეიძლება ამას ქართულ ოცნებაში მოიაზრებდნენ, ან შეიძლება თვითონ მოსკოვშიც მოიაზრებდნენ პუტინი და მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი და ზოგადად ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძროები რო არ მთავრდება ერთად ორ თვეში და შეიძლება 10 წლეულების კი გაგრძელდეს საბოლოო არა ესეთი ცხელი ფაზა რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაგრძელდება რაღაც კიდე დიდხანს ეს ისედაც ცხადია და ამას რა ვიცი თუ ეგეთი ანალიტიკოსები ყავთ რომ ეუბნებოდნენ რომ ორ თვეში დამთავრდება ყველაფერი, რა თქმა უნდა ასე არ იქნებოდა. მე მაინც მინდა რომ იმაში არ დაგეთანხმო რომ წარსულში ამის გაკეთება იყო შეუძლებელი და მერე გახდა შესაძლებელი არანაირად, იმიტომ რომ პირიქით მე ვფიქრობ რომ 2012 წლიდანვე ეს ამის კეთება იყო შესაძლებელი. მე მინდა შეგახსენო შენც და მაყურებელსაც რომ 2012 წელს როდესაც 2008 წელს ომიდან იყო სულ რაღაც 3 წელზე ცოტა 3 წელ ნახევარი ხო პირობი 4 წელი გასული. ანუ ძალიან ცხელი იყო ის პროცესები რაც 2008 წელს საქართველოში განვითარდა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების კოალიციამ არჩევნები მიშას მოუგეს ზუსტად იმ ნარატივით რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს ურთიერთობების ნორმალიზება. ანუ მაშინ ეს იყო ძალიან პოპულარული იდეა ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ შემდეგ უკვე აი ამის ნაცვლად და 2012-ში, როდესაც ქართულმა ოცნებამ მიიღო საკუთარი მხარდაჭერის მაქსიმუმი, ხო? ანუ ახალი ცოცხი კარგად გვის ეს ეფექტი აქვს, რომ ხელისუფლება პირველ წელს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, ყველაფერი რაც უნდა, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. აი ასეთ პირობებში ქართულ ოცნებას ჰქონდა ძალიან კაფიო დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან რომ დაიწყე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. აი ამის ნაცვლად აირჩია ამ დანაშაულებრივ კრიმინალურ რეჟიმთან კოაბიტაცია და გააკეთა ყველაფერი რომ აი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების იდეა გამხდარიყო მარგინალური. ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. ჩამოთენგიზ ეს უყურე რა პერიოდია, ეხლა მოდი გავიგე საქართველოში, მაგრამ აი გლობალურად აიყება ეს პერიოდია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის იწყება გაიგრეწოდება გადატვირთვის პოლიტიკა და ეგენი არა ძალიან გავიგე რომ შეიძლება მე რას ვამბობ, უყურე თვითონ რუსებს არ ქონდათ მზაობა ამის. ეგ მესმის მე იმას კი არ გულისხმობს, აქ საუბარი არ არის რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ცვლილებები უნდა გამოეწვია. აქ იმაზე მაქვს მე ლაპარაკი რომ გასაგებია რომ შეიძლება მკვეთრი მოძრაობებისთვის, შეიძლება რაღაც ხისტი პოლიტიკისთვის არ იყო მაინდამაინც დიდი რესურსი იმ პერიოდში და ეხლა ომი აჩენს შემდეგ უკვე ამ ყველაფრის ამაში გეთანხმები, მაგრამ ის რომ აი რაღაცა ნაბიჯები გადადგმული იყო მაშინ თან როდესაც ეს იყო ქართული საზოგადოების დაკვეთა. მე მინდა შეგახსენოთ თან იმ დროს მაგალითად ამერიკის
შეერთებული შტატების დიპლომატი იყო ჯონ ბასი, ესეთი კაცი. კი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა კაცს ხელისუფლებას, რომ რუსეთი თქვენთვის არის ბუნებრივი ეკონომიკური ბაზარი, რუსეთი არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ და რაღაც ურთიერთობების დათმობა დაიწყოთ. ამერიკელი დიპლომატები ეუბნებოდნენ ამას, მაგრამ ამის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აირჩია აი ამ დანაშაულებრივ პროდასავლურ რეჟიმთან ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაცია, მათი აი ამ კომპლექსზე აყოლა, რომ არ შეიძლება რუსეთთან საუბარი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იდეა, რომელსაც 2012 წელს უჭერდა ქართული საზოგადოების უმრავლესობა მხარს და ამ იდეით გაიმარჯვა მაშინ ქართულმა ოცნებამ, გახადა მარგინალური იდეა და შემდეგ უკვე მათი მმართველობის 10-15 წლის თავზე ეს ყველაფერი არის მარგინალური, თითქოს აი რაღაც 2-3 კაცის იდეა და არის ქცეული. ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. მას შეეძლო რომ შეიძლება მკვეთრად კიდევ ერთხელ ვამბობ და რაღაც ისეთი ხისტი მოძრაობები ვერ გაეკეთებინა, მაგრამ ნუ რაღაცა ნაბიჯები ამ მიმართულებით გადამდგარიყო და არა ამ ყველაფრის საპირისპირო. ერთი რაღაცა აი ეს არის. კი, გასაგებია, გარკვეულწილად გეთანხმებით, თუმცა აი მაინც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური კონტექსტის შემოტანა ამ პროცესში და აი მარტივად აი მე რაც დავიწყე თავიდან, ჯერ არის პერიოდი, როდესაც ეგრეთ წოდებული აი ჯონ ბასი რომ ამას ამბობს, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პერიოდი ამერიკულსა და რუსულ მხარეს შორის, ხო? მაგრამ ამან ძალიან მალევე 2014-ში მოყვება უკვე უკრაინის კრიზისი. ანუ ეს გადატვირთვის ეს პოლიტიკა, რომელიც ობამამ დაიწყო და ჰქონდა მცდელობა რუსეთთან გადატვირთვისა, დამთავრდა 2014 წლის უკრაინაში, სადაც ხდება მაედანი, ამხობენ იანუკოვიჩს და ამას მოყვება რუსების მხრიდან ყირიმის ანექსია და იქ დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკა თუ რაც არის იმის შექმნა, ხო? აქედან გამომდინარე უყურე და თან შენ რა მოცემულობა გაქვს რა, აქ ძალიან მარტივად გასაკითხე ხა, თუ ვინმე წარმოუდგენია ის რომ ეხა მიშა რო წავიდა ამაში დასავლეთის როლი არ არის, ეგრე არ არის რა, მიშა რო წავიდა, ის იმიტომ წავიდა რომ მან მიიღო დირექტივა დასავლეთიდან რომ ის უნდა წასულიყო და მიშა წასვას და ესე წასვა მშვიდობიანად წასვა. საქართველოს ესე მარტივი არ დაჯდომია, ასე ვთქვათ რა. ამას ეს ამერიკელების მხრიდან გაკეთებული ბჭყალებში ეს სიკეთე საქართველოს მხრიდან რაღაც დივიდენდებს მოითხოვდა და ეს დივიდენდები ხშირ შემთხვევაში იყო ის რომ აი შენ ამბობ რომ მარგინალიზაცია მოხდა რუსეთთან ურთიერთობისო და შენ წარმოიდგინე რომ იმ ქართულ ოცნებას პირველი მოწვევის პირველი 2012 წლის ქართულ ოცნებაში გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი ისეთი ღირსეული პოლიტიკოსი იყო და ადამიანი შეიძლება ნაკლებად პოლიტიკოსი, მაგრამ ადამიანი რომელიც დღეს აღარ ჩანს სამწუხაროდ, მაგრამ ამავდროულად იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც წერან საუბრობდნენ დავით უსუფაშვილის მარგინალიზაცია არის. ეგენიც მაგას საუბრობდნენ, მაგის ახსნამინა. მარგინალიზაცია მოხდა, აი ეს უბრალოდ არასწორად რო არ იყოს ჩემი ნათქვამი. მარგინალიზაცია ამ იდეის მოხდა არა საზოგადოებაში, ანუ პოლიტიკურ ველზე. თავის დროზე ყველა მაგას ლაპარაკობდა. მე რა თქმა მინდა, როდესაც ეს ადამიანები იყვნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია და ასე შემდეგ, ხო შენ როგორ წარმოგიდგენია რომ ქართულ-რუსული ურთიერთობებში რაღაცა დათმობის პროცესი უნდა ძალიან მაშინაც ეგრე ლაპარაკობდნენ ეგენი. ერთია რასაც ლაპარაკობენ და მეორე რას აკეთებენ, თქო ხო ეხა ეს არის ერთი, ანუ ეს ადამიანები, ანუ მე რას ვამბობ, რომ პოლიტიკური მოცემულობა მაშინ არ იდგა საამისო, ეხლა მე ქართულოსებას კი არ ვიცავ, უბრალოდ მე ვამბობ, რომ არ ვიცავ, მე რეალობა იყო ესეთი. მაშინ არ იდგა ის პოლიტიკური მოცემულობა. ჩინეთიც კი არ იყო სოფლიო ასპარეზზე გამოსული. ჩინეთი მაგისი საბოლოო ჯამში ჩინეთი 2013 წლიდან, როდესაც სინ ძინპინი მოვიდა, იქიდან უკვე კონცეფციაში შეეტყო, თორე ისე იქიდან ჯერ კიდე არ იყოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსული. ჩინეთი აქტიურად გამოდის 2020 წლიდან, როდესაც თავის სტრატეგიაში, 5 წლიან სტრატეგიაში წერს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ სოფლიოში ამერიკულ ჰეგემონიას დაუპირისპირდეს. გესმის? ამის შემდეგ აქტიურდება რუსეთიც მაგალითად უკრაინაში. ეს არის დიდი პოლიტიკური საბოლოო ჯამში მე არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა ამისი სურვილი და უბრალოდ აი იქიდან deep state უგრიხავდა ხელებს. არ მჯერა მაგისი. მე მგონია, რომ უბრალოდ ეს თავიდანვე იყო კონფორმისტების ჯგუფი, რომლებმაც დასავლეთის და რა გვინდა დასავლეთთან დაპირისპირება, ჯობია შემოუშვათ ეს NGO-ები, გააკეთონ ფული იმათმა თავისი საქმე, ჩვენ ფული გავაკეთოთ. აი ამ იდეების გამო მოხდა ეს ყველაფერი, თორე ხა უნდოდა ქართულ ოცნებას თურმე რომ რაღაცა ნაბიჯები გადაედგა და ვინმე ამას შეუშლიდა. უნდოდა. არ უნდოდა, მაგრამ უყურე მე რომ ალბათ რამე უნდოდა და ისა უბრალოდ რეალობა საამისოდ არც იდგა. რომ ძდომოდათ ქართულს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც მაშინ იქნებოდა მართლ მაშინ ნაწილში საქართველოს მართველი ვინც იქნებოდა, ვერავინ ვერ შეძლებდა მაშინ იმას, რადგან ეხლა ჩვენ საუბრობთ. იმიტომ რომ
მსოფლიო გეოპოლიტიკა, ის პროცესები, რაც კავკასიაში მაშინ მიდიოდა და ის პროცესები, რაც მსოფლიო პოლიტიკაში მიდიოდა, ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა განსხვავებით დღევანდელი რეალობისგან. ყველაზე ცუდი ეგ არის, რომ მაშინ გასაგებია, მაშინ მესმის, მე ყოველ შემთხვევაში მესმის, მე რასაც უყურებ, როგორც ხსნი იმ მოცემულობას, იმ რეალობას, რაც მაშინ და იმ გეოპოლიტიკას, რაც მსოფლიოში არსებობდა, ჩემთვის გასაგებია თუ რა რატომ იყო გაკეთებული. დღეს არის გაუგებარი. აი ეს არის პრობლემა, რომ დღეს, როდესაც ნაბიჯი გადაიდგა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, როდესაც რაღაცა ეს ქვეყანას დაუჯდა ძალიან დიდი ფასი, ძალიან დიდი რყევების დღეს რატო ხდება შემოგვიყვება? დღეს რატო ხე ეს არის? იმიტომ ხდება, რასაც მე გეუბნები, ეგ არის კაცო, ეს არ არის რაღაც იდეოლოგიზირებული ჯგუფი. გაუგებარიაო, რო ეძახი, იმიტომ არის გაუგებარი, რომ შენ უყურებ აი როგორც რაღაც გეოპოლიტიკური ესენი არ უყურებენ ეგრე. კომფორტული იყო მაშინ მათთვის ეს პროდასავლელობა, ამათ უყვართ ხოლმე მაგალითად ეს დავით აღმაშენებლის მაგალითის გახსენება. საერთოდ ამ ბოლო დროს ხო თავს ადარებენ ისეთ გამოჩენილ ქართველებს და ერთ-ერთი რაც აქვს ხოლმე საყვარელი მაგალითი არის რომ იძახიან რომ ეგრე დავით აღმაშენებელი 10 წელი უხდიდა ხარკს თურქ-სელჩუკებს და მერე გადადგა ის ნაბიჯები როცა მიეცა ამისი დრო და შესაძლებლობა. მართალია მე. ბიჭო, მართალია, კი, ეგრე არის, მაგრამ ის 10 წელი ხარკს რო უხდიდა დავით აღმაშენებელი, კარგიაო და ტაშკი არ უკრავდა და აყრევინებდა თავის მოსახლეობას, მაგაზე რომ მაგარია ხარკს რო იხდიდა თურქ-სელჩუკებში ინტეგრაცია გვინდა, ჩვენო მაგას კი არ ეუბნებოდა. იცოდა მაშინ ხალხმა რომ ეს იყო ხარკი, ეს იყო ამ ქვეყნის ტვირთი და როცა შანსი მიეცემოდა ეს უნდა მოეშორებინა და ესენი პირიქით იქცეოდნენ. ტაშს გვაკრევინებდნენ, მთელი მოსახლეობა პროდასავლელება და აქციეს და მერე გამოაცხადეს რომ აი დიპ სტეიტი ამას გვაიძულებდა. არაფერი დიპ სტეიტი არ აიძულებდა. ესენი იყვნენ თავიდანვე კონფორმისტები, საიტაც ქარი დაუბერავს, იქ უნდა გადაიხარონ. ეხლა გონიათ რომ დასავლეთისკენ დაუბერა ქარმა და კვლავ აპირებენ აქეთ გადახრას. მოდი ძალიან რო არ გადაგვიცდეს, ასე ვთქვათ, საეთერო დრო, ვინ მინდა რომ მესამე თემა აუცილებლად მოვასწროთ და ეს უკვე შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, სადაც საკმაოდ მძიმე პროცესები მიმდინარეობს. კერძოდ 24 აპრილის შემდეგ, როდესაც 24 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაბომბა კიევის ცენტრი და პრაქტიკულად ყველა რაიონი კიევის, როგორც ჩანს, არის მიღებული მოსკოვში გადაწყვეტილება, რომ აი ესეთი ხისტი სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გაგრძელდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული კიევში სამეთაურო პუნქტების განადგურების შესახებ და მეთოდურად და სისტემურად მოხდება მათი განადგურება და მოუწოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ კიევი აღარ იქნება უსაფრთხო ადგილი და ჯობია რომ დატოვოთ ქალაქიო, იმიტომ რომ დავიწყებთ აწინ ნელ-ნელა კიევის ცენტრის დაბომბვას. ამასთან დაკავშირებით გაიმართა საუბარი სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის და მოდი ვნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე და შემდეგ გადაცემის ბოლოსთვის შევაჯამოთ ეს საკითხიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას ამერიკულ მხარეს აცნობა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ სისტემურ დარტყმებს კიევში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის გამოიყენება. ლავროვმა ასევე აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მაისის განცხადება, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეცა რეკომენდაცია კიევიდან მოახდინოს თავისი დიპლომატიური პერსონალისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაცია. გარდა ამისა, საუბრისას მინისტრმა შეახსენა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ანკორიჯში ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებით უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები. კომენტარი საკითხზე მედიასთან მარკო რუბიომაც გააკეთა. მათ შეტყობინება ყველა საელჩოს გაუგზავნეს. ვფიქრობ, ლავროვი უბრალოდ პირადად მიკავშირდებოდა, რათა ეთქვა, რომ მათ ყველა საელჩო გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ კიევი ახლა შესაძლოა ძალიან სახიფათო ადგილი გახდეს. კიევი უკვე გარკვეული მიზეზების გამო ისედაც სახიფათო ადგილია, თუმცა ამ ომების საფრთხე, მათი გაგრძელებისა და გაჭიანურების კვალდაკვალ, იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციისა და კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რისკი. გურშინ მასთან სწორედ ამაზე და კიდევ რამდენიმე სხვა თემაზე ვისაუბრე. ცხადია, პუტინს სურდა, რომ ეს გზავნილი პირდაპირ პრეზიდენტისთვის გადამეცა, რაც მე გავაკეთე კიდეც. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ უკვე ნანახი გქონდა ის შეტყობინება, რომელიც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაეგზავნა. მე ვთქვი, რომ ამჟამად უკრაინასთან რაიმე აქტიური და გეგმილი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ შეერთებული შტატები ყოველთვის მზად არის ითამაშოს კონსტრუქციული სასარგებლო როლი, თუ კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება. ამ ომებში ასე ხდება ხოლმე, როდესაც ისინი გრძელდება, ხდება ესკალაცია. ერთი დიდი დარტყმა ერთი მიმართულებით, შემდეგ პასუხად მოდის კიდევ უფრო დიდი დარტყმა და აი ასე რთულდება და გრძელდება ეს ყველაფერი.
სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ეს ომი დასრულდეს. The US stands ready and დაბრუნდით ეთერში, თქვენ მოისმინეთ სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ გაიმართა სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას აცნობა, რომ კიევზე დარტყმები გაგრძელდება და ამას ექნება სისტემური სახე, კიევში განადგურდება სამეთაურო პუნქტები. ასევე სხვა შორის საინტერესო იყო ერთი დეტალი, ცოტნე სანამ უშუალოდ აი ამ სამხედრო სურათს შევეხებით. განცხადებაში, რომელიც გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხაზგასმული იყო, რომ სერგეი ლავროვმა შეახსენა ანკორიჯის შეთანხმება მარკო რუბიოს. საერთოდ აი, როდესაც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე კეთდება ხოლმე განცხადებები რუსეთში, აი ამ ანკორიჯის შეთანხმებას ყოველთვის უსვამენ ხაზს, შეთანხმება, რომელიც იყო უმაღლეს დონეზე მიღწეული. შევახსენებთ ტელემაყურებელს, რომ აქ საუბარი არის პუტინსა და ტრამპ შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ანკორიჯში და თუმცა აი დეტალები შეთანხმების მაშინ საჯარო არ გამხდარა, მაგრამ აი როგორც ჩანს ეს არის მართლაც იმხელა მნიშვნელობის შეთანხმებები და საკითხები, რომ ამისი ხაზგასმა ყოველ ჯერზე ხდება რუსული მხრიდან, რომ იქ ჩვენ რაღაცებზე შევთანხმდით და ეს რაღაცები ჯერ არ არის შესრულებული. დაახლოებით ეს ქვეტექსტი ჩანს ხოლმე მათ განცხადებებში და მათ შორის ეხლაც ითქვა, რომ შეახსენა კიდევ ერთხელ ანკორიჯის შეთანხმებები და შეახსენა ისიც, რომ აქედან გამომდინარე ვიწყებთო რაღაც სისტემურ განადგურებას კიევში სამეთაურო პუნქტების და სამხედრო ობიექტების და ინფრასტრუქტურისო. არ ვიცი რა შეიძლება ამ საკითხებზე ვთქვა, ფაქტია, რომ რუსეთმა გამოაჩინა თავისი რესურსი კიევის დაბომბვით, მოხდა 40 ლოკაციაზე მაღალტექნოლოგიური რაკეტების ჩამოყრა, 36 კობინი არეშნიკის, ასევე კინჟალი და სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ბალისტიკური რაკეტები იქნა გამოყენებული. ამ შემთხვევაში კიევის საჰაერო თავდაცვა აღმოჩნდა უძლური აი ამ კონკრეტულად ამ ტექნოლოგიის რაკეტების შეჩერების. გარდა ამისა იყო 700-ზე მეტი დრონი გამოყენებული, საიდანაც ნაწილი რა თქმა უნდა თავდაცვამ გააუნებელყო. თუმცა აი ამ მაღალტექნოლოგიური იარაღის შეჩერება, როგორც ჩანს, კიევის შეიარაღებას არ შეუძლია. სხვა შორის აქ საინტერესო არის ისიც, რომ როგორც თავად უკრაინული მხარის მიმოხილველების მხრიდან მოვისმინე მე პირადად, საბრძოლო კობინები დიდ უმრავლესობას რაკეტებზე არ იყო საერთოდ განთავსებული, ანუ მარტივად რო ვთქვა, წარიელი რკინები ჩამოყარეს, საბრძოლო ასაფეთქებელი მასალის გარშე, რა თქმა უნდა, ხა ამ სისწრაფით მოქმედი რაკეტა თუნდაც წარიელი რკინის გროვა იყოს, მაინც უზარმაზარ ეფექტს და ზიანს აყენებს, მაგრამ აი საბრძოლო მასალით ბევრად უფრო დიდი იქნებოდა ალბათ ნგრევის მასშტაბები. დაიღუპა 2 ადამიანი კიევში ამ დაბომბების შედეგად და ესეც არის ხოლმე, არ ვიცი, ერთგვარად ცოტა, რა თქმა უნდა, არც ის ორი რო არ დაღუპულიყო ჯობია და მაგრამ აი თვითონ მათი მხრიდან ხდება ხოლმე ამაზე ცოტა გაურკვეველი პოზიციები, რომ ახლა 40 ლოკაცია დაიბომბა ქალაქში, თან უკრაინული მხარე გვიმტკიცებს, რომ სამოქალაქო ობიექტები იყოს ამიზნე რუსეთის და ესე იგი 40 ლოკაციის დაბომბვის შემდეგ მხოლოდ 2 ადამიანი არის მსხვერპლი. ცოტა უცნაურად ჩანს ესეც, ხო? რა შეგვიძლია ვთქვათ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადაიყვანოს პროცესი ესკალაციის ახალ ფაზაში, რასაც დიდი ხანია, მათ შორის რუსეთში უკვე ითხოვენ იქ ადგილობრივი რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, ისინი სთხოვენ პუტინს სწორედ ამას, რომ ძალიან გაჭიანურდა ომი და საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. მივიდა შენი აზრით რუსეთის ხელმძღვანელობა იმ დასკვნამდე, რომ ეს გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიგდას. ხო, პირველ რიგში ის ანკორიჯის შეთანხმება, რაც შენ ხაზი გაუსვი და არც თუ შემთხვევით არაერთი შემთხვევა არის ნამდვილად დაგეთანხმები და პრინციპში მახსოვს პუტინის განცხადებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი მოქმედებს ანკორიჯის შეთანხმების ფარგლებში და იგივე ეს მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. ერთი რამ ცხადია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ის, რომ კონფლიქტი არის მილევად რეჟიმში უკრაინაში და მე არ ველოდები პრინციპში ანუ ახალ ესკალაციის ახალ ფაზას, ანუ თუ ამაში იმას არ გულისხმობთ, რომ ეხლა რუსეთმა შეიძლება კიევის დაბომბვა დაიწყოს, ხო? მე გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ არ უნდა ველოდეთ დიდი ალბათობით რაღაცა ფრონტზე ახალ შეტევებს, იქ მობილიზაციის ახალ ტალღებს, რომელიც იქნება და ეს კონფლიქტის კიდევ უფრო გამძაფრებას და გამწვავებას ფრონტზე, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ალბათ ყველასთვის სასურველი ამ შემთხვევაში
როგორც რუსეთისთვის, უკრაინისთვის ალბათ დიდი ხანია სასურველია და უკრაინისთვის ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ საერთოდ ეს კონფლიქტი არ დაწყებულიყო, მაგრამ დღეს უკვე ზელენსკისაც ალბათ უნდა ესმოდეს და რუსეთსაც ალბათ ესმის, რომ იმისთვის, რომ ეს რაღაცა 5 წლიანი კონფლიქტი, რომელიც ძალიან მასშტაბური სახე მიიღო, თავისი დროით ის უკვე გაცდა და უშუალოდ დიდი სამამულო ომის ხანგრძლივობას გადააჭარბა, ხო, ეხლა რუსეთ-უკრაინის აი ამ დაპირისპირებამ და იმ ფაქტორებმაც, რომ და არც რუსეთში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მაინც და მაინც დიდი სიხარულით არ ხვდება აი ამ კონფლიქტს, თავიდანვე არ ხვდებოდა აი ამ კონფლიქტს, იმიტომ რომ ეხლა ერთი და იგივე მონათესავე ერები არიან და აქვთ ეს ისედაც ომის მომხრე ომის მომხრე არავინ არ არის და მით უმეტეს მე როდესაც რუსეთს და უკრაინას და რუსებსა და უკრაინელებს ეხებათ საქმე და თვითონ უკრაინაში ხო გასაგებია რა მართულებით რა სიტუაციაც არის, ხო? მე მგონია რომ ყველაზე დიდი, ყველაზე რთული საკითხი ახლა და რუსეთ-უკრაინაში აი ამ ომის კონფლიქტის ბედიც არა ფრონტის ხაზზე, არა ლუგანსკსა და დონეცკზე გადის, არამედ გადის ისევ დიდ გეოპოლიტიკაზე და ეს არის ალბათ მთავარი მიზეზი აი ამ კონფლიქტის ასე გაწელვისა, ხო? არის უფრო დიდი, უფრო ფართო შინაარსის მქონე საკითხები, რომელიც ალბათ ეხება ზუსტად აი ამ რაღაცა მულტიპოლარული სამყაროს კონცეფციას და იმ მდგომარეობას თუ როგორი უნდა იყოს ეს მულტიპოლარული სამყარო და იმ პრეტენზიებს, რომელიც ალბათ რუსებმა გამოთქვეს ამერიკელებთან იგივე ანკორიჯის შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, აი ხო წარმოუდგენელია, რომ აი ძალიან დიდი ომი, კონფლიქტი ევროპაში მინდის უკვე მეხუთე წელია, მთელი ყურადღება ამ კონფლიქტის გარშემო იყო კონცენტრირებული და ამის ვალოდ არაერთი კონფლიქტის მოწმე გავხდით ჩვენ მთელ მსოფლიოში, ხო? გვახსოვს, რომ ტრამპმა აი ამ პერიოდში მოიცალა ვენესუელისთვის, ხედავთ, რომ მოიცალა ირანისთვის და იქ ხო, იქ ხო, კუბასთვის საპირებს მოიცალოს როგორც ჩანს, ხო? და იქ რაღაცა ირანში ფაქტობრივად თვითონაც ჩართული აღმოჩნდა ისეთ კონფლიქტში, საიდანაც გამარჯვებული პრინციპში იქიდან ვერ გამოვიდა, ხო? და რისი თქმა მინდა, აქ ეს პროცესები და უბრალოდ უკრაინის კონფლიქტი, უკრაინის კონფლიქტი არის აი ამ პროცესის გული, ასე ვთქვათ, თავარი საწყისი, თავარი მიზეზი, რასაც ქვია მულტიპოლარული სამყაროს შექმნა და უკრაინის კონფლიქტი ვერ დასრულდება იქამდე, სანამ ეს დიდი გლობალური მასშტაბის ძალები, როგორიც არის ვაშინგტონი, მოსკოვი, პეკინი, არ შეთანხმდებიან თამაშის იმ წესებზე, ანუ მულტიპოლარული სამყაროს იმ წესრიგზე, იმ წესებზე, რომლითაც უნდა გააგრძელოს მერე მსოფლიო არსებობა. ანუ შენ ლოგიკა უბრალოდ მინდა ჩაგეკითხო და პრინციპში ამაში ვხედავ მე ლოგიკას. პრინციპში რუსეთისთვის ამ ომის გაჭიანურება არის ერთგვარი ბონუსი, რომ ხელები კონდეს გახსნილი, ხო? იმიტომ რომ თუ კი ის დადებს შეთანხმებას, გამოაცხადებს ზავს, შემდეგ ხა ხელახლა ომის დაწყებას ვეღარ მოახერხებს და ანუ იქნება ხელებს შეკრული. ანუ სანამ არ მოხდება რაღაც არსებითი შეთანხმება, მანამდე მას გახსნილი აქვს ხელები. კი, ხო, ეს უბრალოდ ეს შეთანხმება არ ეხება კიდევ ერთხელ მეორე რამდენ კვადრატულ კილომეტრს მე წაიღებს უკრაინაში. ეს ზუსტად ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. რუსეთი აქ ეხება საკითხი იმ დიდ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს, რომლებიც მსოფლიოში იცვლება და თუ რა როლი ექნება აი ამ ახალ მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთს და ამის მე რატო ვახსენე ირანი და რატო ვახსენე ეს დავუშვათ ვენესუელა. აი ამ ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში ეს ომიც, ეს კონფლიქტიც ასე ეს უნდა დასრულდეს ამ შეთანხმებით. ანუ უნდა მოხდეს ახალი მულტიპოლარული სამყაროს გაფორმება, ხო? ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. უბრალოდ სანამ ეს პროცესი მოხდება, სანამ ეს ოფიციალური შეთანხმება შედგება, აი რაღაცა რა ვიცი, ხშირად იყო საუბარი ადრე თუ გახსოვს, აი მაგალითად იალტის კონფერენციის გავსი გაიმართება და ნუ ეს იალტის კონფერენციის გავსი იქნება სადმე შეხვდებიან თუ არ შეხვდებიან, დღეს აღარ არის უკვე ის დრო, როდესაც აუცილებლია მანდ ფიზიკურად შეხვდა, ხო? აი დაახლოებით მსგავსი ტიპის შეთანხმება შედგება ამ დიდ სახელმწიფო შორის, როგორც მინიმუმ, ნუ ევროპა ცდილობს, რომ აქ იქცეს როგორც რაღაც დამოუკიდებელი აქტორი და მოთამაშე, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ყველა ცდილობს, რომ აი ამ შეთანხმების წინ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდეს. ამიტომ გააქტიურდა ტრამპი ვენესუელაში, ამიტომ გააქტიურდა ტრამპი ირანში, ნუ ვენესუელის შემთხვევაში ეს წარმატებით გამოვიდა, ირანის შემთხვევაში წარმატებულად გამოვიდა, რაც
სერიოზული მარცხია ამერიკული პოლიტიკისთვის აი ამ სამხედრო ჰეგემონიისთვის განსაკუთრებით. როგორც სამხედრო ჰეგემონიისთვის, ისე როგორც ეკონომიკური და ასე შემდეგ. ხო, ზოგადად ამერიკული პოლიტიკის სერიოზული მარცხია იმ პროცესის შემდეგ, რაც დაიწყო მულტიპოლარული სამყაროს შენებლობის პროცესი, ხო? აქედან გამომდინარე მე იმის ხმა მინდა და იმას ვამბობ, რომ უკრაინის პროცესი ეს არ არის რაღაცა ცალკე აღებული პროცესი, რომელიც აი ამ პროცესებისგან არის დამოუკიდებლად არსებობს. ეს არის აი ამ საერთო პროცესის ნაწილი და უფრო მეტიც პირველადი მიზეზი, საწყისი იმ ყველაფრისა, რასაც მულტიპოლარული სამყაროს შენებლობა ქვია და თუ ვინმე წარმოუდგენია, რომ ეს კონფლიქტი დამთავრდება იქამდე, სანამ არ შედგება, ასე ვთქვათ, ეს შეთანხმება, სანამ ეს სამი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე არ შეთანხმდება იმ თამაშის წესებზე, იმ გავლენის სფეროებზე, გავლენის ზონებზე, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ახალ მსოფლიოში, მსოფლიომ არსებობა აი ამ მულტიპოლარულ სამყაროში, იქამდე ფაქტობრივად ალბათ ეს კონფლიქტის გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ კონფლიქტის დასასრული ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენ მივიღებთ უკვე ახალ, ასე ვთქვათ, მულტიპოლარულ საზოგადოებას, მსოფლიოს, სადაც ალბათ პროცესები ერთი რაც ძალიან საინტერესოა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება. სისხლი არის ალბათ სამწუხაროდ, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე აქამდე იყო. დიდი მადლობა. ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და ვისაუბრეთ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, პროტესტებზე და აი ამ ფსევდოოპოზიციურ მოქმედებებზე, რასაც ჩვენი პროდასალური ოპოზიცია ახორციელებს, ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებზეც და ჩვენი ხედვა და ჩვენი ანალიტიკა შევთავაზეთ მაყურებელს. მადლობა ცოტნე გადაცემაში მონაწილეობისთვის, დავამშვიდობოთ მაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და შევხვდებით შევხვდებით პარასკევს ერთმანეთს საინტერესო სტუმართან ერთად. დიდი მადლობა ნახვამდის.